დღეს საქალაქო სასამართლოში არაერთი სინდისის პატიმრის ხდომა არის ჩანიშნული, მათ შორის სხვა პოლიტიკური მოტივაციის მქონე საქმეების განხილვა, სწორედ ამიტომ მიიღეს დღეს გადაწყვეტილება აქტივისტებმა, რომ მთელი დღის განმავლობაში შეიკრიბონ სასამართლოს ეზოში და დარბაზების პარალელურად საკუთარი მხარდაჭერა და სოლიდარობა სინდისის პატიმრებს სწორედ ამ ფორმითაც დაუფიქსირონ. ამ წუთებში იკრიბებიან საქალაქო სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები, მათ შორის პოლიტიკოსები და ამ დაანონსებული აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საქალაქო სასამართლოს ეზო უკვე გადავსებული იყო სამართალ დამცველებით. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ, რომ აქციამდე ძალიან ადრე იკრიბებიან ხოლმე, თუმცა დღეს ნამდვილად მოულოდნელად ბევრი საპატრულო და კრიმინალური პოლიციის მანქანები დაგვხვდა მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე გადასაღებ მოედანზე მოვედით. ყოველთვის კითხულობენ არიან თუ არა თავიანთი მეგობრები და ხალხი შეკრებილები, როგორც რუსთაველზე, ასევე უკვე სასამართლოს ეზოში, იმიტომ რომ იცით რომ გადავწყვეტოთ, რომ აქტიურად გადმოვიტანოთ ასევე ჩვენი ხმა სასამართლოს ეზოში, იმიტომ რომ ბიჭებისთვის ეს ძალიან დიდი გვერდში დგომა არის და რაღაცა შემართებას აძლევთ სხვანაირს. ხედავთ ცრუმოწმოებს, რომლებსაც აქ აცილებენ ადამიანების შეძახილებით სწორედ იმ მიზეზების გამო, რომ ეს ადამიანები მართლაც რომ იტყუებიან სასამართლო პროცესებზე და ისეთ აბსურდულ რაღაცებზე საუბრობენ, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ქართული ეთნობის დაკვეთით ხდება და სასამართლო წლებია უკვე მიკერძოებული არის და იმის ნაცვლად, რომ აქ სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინში ვიყოთ, ხედავთ თითოეული საქმე როგორი პოლიტიზირებულია, აქედან გამომდინარე დღესაც სწორედ სასამართლოს ეზოში გამართული აქცია ემსახურება პირველ რიგში მხარდაჭერას იმ ადამიანების მიმართ, ვინც ტყვეობაში ყავს ხელისუფლებას და აგრეთვე იმ უდიდეს უსამართლობას, რაც ამ შენობაში ხდება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ აქ ვიყოთ და მათ მხარი დავუჭირო და ვანახოთ ჩვენი სოლიდარობა. Facebook-ზე დაწერილი პოსტები და ფოტოების დადება არ არის, მათამდე არ მიდის. გამომდინარე აქედან ჩვენ შეგვიძლია აქ ყოფნით, მათ დავანახოთ ის რომ არ დაგვიწყია არავინ და მათ გვერდით ვიქნებით, მანამ სანამ ისინი თავისუფლები არ იქნებიან. ეს ჩვენი ჟესტი გვერდით დგომა, ყურადღება არის კიდევ ერთი ძალა მათთვის, რომ გააგრძელონ ამ რეჟიმთან ბრძოლა. ისინი კედლებიდან აგრძელებენ ჩვენთან ერთად დგომას, იმიტომ რომ ყველაზე უფრო თავისუფლები და მებრძოლები დარჩნენ და ჩვენი სახეები არიან, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული ადამიანები, გამორჩეული პერსონები. სოლიდარობა, მხარდაჭერა, ერთად დგომა, განსაკუთრებით ხა პატიმრების ოჯახის წევრების გარშემო უმნიშვნელოვანესი მორალური ვალდებულება ყველაფერს თავიდანვე პოლიტიკურ ვალდებულებებზე აქ არ ვსაუბრობ. მორალური ვალდებულება ივანიშვილის რეჟიმის შემდეგ უმთავრესია ჩემთვის პირადად პოლიტპატიმრების ეპოქა ამ ქვეყანაში დასრულდა და სასამართლოში განცდა კონდეს რომ მართლა სასამართლოა და არ კონდეს განცდა რომ მოდიხარ ივანიშვილის რომელიღაცა უნივერსამში. სინდისის პატიმრების პროცესი ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი დღის განმავლობაში არის ჩანიშნული და მთელი ამ დროის განმავლობაში დღეს სამოქალაქო აქტივისტები იდგებიან ქუჩაში, საქალაქო სასამართლოს ეზოში, საიმისოთ რომ საკუთარი მხარდაჭერა და სოლიდარობა მათ კიდევ ერთხელ ამ ფორმით დაუფიქსირონ.